მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. უკვე ორი დღე გავიდა მერაბის ჩხუბის მერე და გადავწყვიტე რომ მეგონი დროა რომ ვილაპარაკოთ რა. იმიტომ რომ აქამდე ვერ გრძნობდი თავს კარგად, იმიტომ რომ მეწყინა. მაგრამ ნუ საწყენი არაფერი არ არის მაგაში რა. მერაბი არის ადამიანი, რომელსაც ერთ წელიწადში 3-ჯერ დაიცვა თავის ტიტული და 3-ჯერ რო იცავ რაღაცას. ავჩი წელიწადში 4-ჯერ რო ჩხუბობ ეგ უკვე ზედმეტი არის და არათუ ტიტულის დაცვას რო ჩაილშობ წელიწადში 4-ჯერ ეგ საერთოდ სიგიჟე არის რა. ნამდვილი მანქანაა როგორც ყოველთვის მერაბზე ვიღაცებმა ცუდი კომენტარების წერა დაიწყეს და მე ძალიან მაღიზიანებს ეგ ფაქტორი, მაგრამ ნუ მაინც მოდი დავიკიდოთ ეგ ყველაფერი და ვისაუბროთ ალბათ წაგების მიზეზებზე არც მინდა ლაპარაკი დავიწყოთ. მაგრამ ვიღაც ქართველები ხო არსებობთ ვინც დაწერს ესეთი კომენტარები რომ ზედმეტი ლაპარაკის ბრალია მერაბ. შიგ ხო არ გაქვთ რა, მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ვიღაცებს მე მგონი შიგ აქვს ჩვენ ქვეყანაში და ვერც ხვდებიან რა და ვიღაც თქვენი მეგობარი მაინც ხომ დამჩნევდეს, ანუ მე რო ეხლა შიგ კონდეს, ჩემი ზვაკაცი ხომ მკითხავს, ყოველდღიურად მკითხავს. ისე მეკითხებიან და რომ კონდეს მე ხო ვაფშე იასწამენ. რო აი შიგ ხო არ გაქვს, შიგ ხო არ გაქვს, შიგ ხო არ გაქვს და იქნება და ეს კითხვა დაგვეკარგა რა, ანუ აი რაღაცა შინაარს დაკარგა. მაგას რო გვეკითხებიან, უნდა დავფიქრდეთ, მე მგონი, მართლა უნდა დავფიქრდეთ რა. მე ურჩევდი რომ აი ხალხს ვინც მაგას წერდა, ნუ დავფიქრდნენ, მართლა შიგ ხო არ აქვს რა, ანუ არ არის რეალური, მე მგონი, პროსტა როგორ შეიძლება რომ ანუ წარმოიდგინეთ რომ მერაბსთან ძალიან ცოტას უხდიან UFC-ში ჩემი აზრით რა. სულ იმას იცახიან რომ აი არა ყურებადი ისა, სუპერგმირია, რაღაცა, არა მარტო decision იგებს, ტრალალა და საბოლოო ჯამში ცოტას უხდიან, UFC-ც ცუდად ექცევა, მაყურებელიც ცუდად ექცევა, ყველა ცუდად ექცევა და ანუ წარმოიდგინე რომ ქართველებმაც გადავწყვიტეს რომ მოდი აი ცუდად მოვიქცეთ, ანუ შიგ ხო არა გვაქვს მართლა. გავიაროთ ეგ თემა, არა საჭირო, მაგრამ უყურეთ ტიპი აი მართლა 0-დან დგას და ყველაფერი ხელფეხს იქნევს იმისთვის რომ გადარჩეს რა მართლა და ამდენს მიაღწია ადამიანმა და ვიღაცები იმან ჩასაფრებულები არიან ქართველები რა, ქართველებზე მაქვს პრობლემა რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაც რუსი რო იყოს მერაბზე ჩასაფრებული არ გამიკვირდება რა, მართლა არ გამიკვირდება. ინდაც ამერიკელი ვიღაც სხვა რო იყოს ჩასაფრებული, ანუ არავინ არ გამიკვირდება რა. პროსტა ქართველები როგორ ვარ ჩასაფრებულები მერაბზე. მერაბი იყო, არ ვიცი, რავი. ჯერ ტიპი იმას დიდხანს უნდა ყოფილიყო ჩემპიონი, ვიდრე იყოს სინამდვილეში, აი არჯოსთან არ უნდა და ჩხუბი, იმიტომ რომ ზემაკაცობაში არ ეგრე გადაწყვიტა. და აქ ისლამ მახაჩევი გამოდის და ისლამ აიძახის, რომ აი ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, რომ ვისაც რინგზე ფეხი შეუდგიაო და ჩვენ აქ ეს ბევრმა ლაპარაკმა იცის. Короче, ეს თარუკიანი ხო ნერვებს მიშლის იმენა სუფთა პუტან გაბოდოში. აი რამდენი ის ქონდა ტიპს ცხოვრებაში, რამდენი შანსი ქონდა რომ საქართველოს დაბადებული ტიპია თან. რამდენი შანსი ქონდა რომ ჩვენ გვყარებოდა რა, ანუ არაფერს არ ვერჩით. ანუ ჩვენ არაფერს არ ვერჩით ეს. თავიდან რომ გამოჩნდა ეგ ტიპი, ყველას გვევასებოდა, მე ეგრე მგონია რა, მე მევასებოდა რომ მეთქი საქართველოს დაბადებული სომეხი ის და საბოლოო ჯამში გამოვიდა ეხლა და იმენა პუტანკა მართლა რა, ვიღაცებს პროსტა იმენა ქართველებს ებრძვის სპეციალურად რა. მაგარი არასწორი დამოკიდებულება აქვს მაგაც დაჭერილი, ყველა მხრიდან არასწორი დამოკიდებულება აქვს დაჭერილი და როდემდე უნდა იყოს ეგრე მე მაგას ვერ ხვდები. მე ველოდები რომ ვიღაცა მაგრად გაძუყნის მაგას და მე დაწყნარდება რა, ზოგადად ეგრე მოძდით ხოლმე რა, ეგ რა მომავალ ვარსკვლავებს მაგრა ემართებათ რა ძალიან ხშირად. არა და მაგარი კაი დღე იყო. აი ეგ 6 თუ 7 დეკემბერი რა, იმიტომ რომ კვარამ დუბლი გაიტანა რენთან. მე მგონი ეგ დღე იყო, ან წინა დღე იყო რა აზრი. ჟორჟმაც გაიტანა. და короче მაგრად მიდის დღე და ღამე ველოდებოდი რომ აი მოვიგებდით, მაგრამ აი რაღაცა ვერ იყო ისე როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი წელიწადში 4-ჯერ რო წონას იკლებ და აი მაგ რუტინას რო გადიხარ რა წონის კლებისთვისაა საჭირო. კიდე კარგად იყო რა, მე ვამჩნევდი რომ ვერ იყო ხოძე რა. და არ არის ეგ პრობლემა რა. ვიღაცებს ეწერათ რომ აი ნეტა მაგასთან არ წაეგო და ვისთანაც გინდა რა პრობლემა არის კაცო პიოტრიანი ერთ-ერთი საუკეთესო არის თავის წონაში და ეხლა ვისთან წაეგო ჰენრი სეხუდოსთან ხო არ წააგებდა ზურგზე რო ყავდა შემოდებული არასწორია რა
არასწორები ვართ, ჩვენ ქართველები ვართ, ზოგადად არასწორები ჩვენივე მოძმეების მიმართ. მარტო იმ შემთხვევაში გვიყვარს, როცა იგებენ. გიგა ჭიკაძეც ეგრე იყო, თავიდან გიგა რო გამოჩნდა, ვა, გიგა პირველი ქართველი UFC-ში და იმის მაგალითად გვერდში დავდგომოდით, ავი შეეშვა გიგატო და რაღაცებს აქ ვიღაცა ყლეები მართლა იმას ვერ გაცდენილან რაღაც. უბანს რო არ არიან გაცდენილები და იმ უბანშიც რო ნაცია მიყავს, სულ ყველას ვისთანაც რაღაც ხიპში მოვიდა, აი ეს ტიპები, აუ შეეშვას გიგატო, რატო ჩხუბობს. ხო ხარ ღირსი რომ შეგხვდეს სადღაც. აი მეც არაფერს არ გისურვებ. ოღონდ მაგარი გაბრაზებულები ვართ რა. მე ვარ მაგარი გაბრაზებული უბრალოდ ქართველებზე. ჩვენს თავზე ვარ გაბრაზებული, რომ იმის მაგივრად რომ აი მართლა პაძესკა კი არ ვიცით რა. აი მამარდამ რო თქვა მაგაზეც მამარდას სალკე გადაუარეს რა. მამარდამ რო თქვა ვიღაცება კიდე ახსნეს შედარებით მამარდას რატო შეიძლება არ ეთქვა ეგ, მაგრამ ბიჭო რავი, აი ხა წარმოვიდგინეთ რომ თავი მწვრთნელი ხარ გუნდის. და გადიხარ რა, წააგე ხა, ესპანეთთან თავზევით ძალა არ არის და წააგე რა. ეხა თურქეთთან შეიძლება არ იყოს თავზევით ძალა. წავაგვეთ, რა მოხდა 4-1 წავაგვეთ. მერე რა, აი მე ვარ რომას გულშემატკივარი, ხო იცი? რომას 4-1 კი არა, 7-1 მაქვს გადავლილი, ყველა მანჩესტერის ფანი იყო მაშინ. და ვიდექი ესე მარტო და გვერდში ეს კრუგზე დადგნენ მანჩესტერის და ბარსას ფანები და დამციონდნენ. და რა უნდა მექნა მე მაგ დროს, ანუ ვერ ხვდები რა. ანუ რომას რა უნდა ექნა და მოდი ფეხბურთი აღარ ვთამაშოთ, ყლეს დავიკიდოთ ვაფშე. და შეეშვა, ანუ თუ რა უნდა ქნა, ანუ რა მოხდა რომ წაგება არ არის, არასდროს არ არის წაგება პრობლემა. პრობლემა ისაა რომ წაგებას ეგუები. და წაგებას რო ეგუები, მე აღარ ცდილობ მოგებას რა. ხო და მე რა ბიხა ხო ვიცით ჩვენ რომ აი რო დაბრუნდება, აი ვინც გინდა ის შეხვდეს, აი მართლა ვინც გინდა, ეხა ნურმა ბლეადე ყლეობა რო არის, მაგას შეხვდეს თუ უნდა ესა რა, აი რემატჩი სპონჩი და მე მანდან გამარჯვებული დაეძახოს პიოტრიანს ერთ თვეში იზამს მაგ ყველაფერს, ის გავა გაანაწლავებს იმას, გაადედის ნაწლავებს ბატონ რა ქვია მაგან, რომელი ნურმა გომედოვი არის ეგ. რა ქვია, რაღაცნაირი ნურმაგომედოვი რო არის დაბალი. ყლე რა გვარი აქვს ვაფშე. ისა რა. აი დებილი ბიჭი რო იყო პირველ რაუნდში რომ მაგრამ ანერვიულა ეგა. ხო და საქართველოს ნაკრებს მამარდას დააჯვეს თავზე. არა და მართალია ეგრე. აი, წარმოვიდგინე რომ ტიპი ხარ. ჩვეულებრივი ადამიანი ხარ რა. და დაიბადე ამ ქვეყანაში და ამ ქვეყანაში რო დაიბადე მაგის მაგიერ მე რაღაცა იჩალიჩე არ შეეგუე ამ რეალობას რომ აქ რაც შეგვიძლია რომ მოგვიწიოს და წავიდა ტიპი ქვეყნიდან ბევრს მიაღწია მართლა ბევრს მიაღწია და ეხლა არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ანუ 10 წელიწადში ვიღაცები ანუ არ არსებობენ მაგის კონკურენტი ვინ შეიძლება იყოს აი ლუკას შევალიე არ არის მაგის კონკურენტი, ვერ იქნება მაგის კონკურენტი, ეს იმდენად კარგი არის რა, ანუ იმას გულისხმობ. ანუ 10 წელიწადში არ ეყოლება მამარდას კონკურენტი მეკარეობაში, ალბათ. იმიტომ რომ არ ჩანს არავინ. ანუ იმას კი არ ვიძახი რომ მამარდა ყველაზე კაი ახლა თქო. ანუ არ არის ახლა ყველაზე კაი რა თქმა უნდა. ეთყობა არნე სლოტსაც ალისონი ურჩევნია, იმიტომ რომ ალისონს აყენებს ძირითადში ხოლმე, როცა ტრავმა არ აქვს. ფაქტია რომ ეს ალისონიც დიდად ვეღარ კაჭავს. მაგრამ ხო, ნუ ვიღაც ტიპები არიან მეკარეები, რომ აქა-იქ აქვთ ძალიან მაგარი თამაშები მართლა. მაგრამ მამარდას აქვს რაღაცა უფრო სტაბილურია, მე მგონი. ფეხით თამაში თუ დაამუყამა მაგ ბიჭმა, არის ტოპ. ნომერი 1. და იმის მაგივრად რაღაც პროსტა ნუ ეწყინა მაგასაც რა, მესმის მაგასაც რო ეწყინა და ის მესმის ხალხს რო ეწყინა, მაგრამ საბოლოო ჯამში ხა ну, თავის საფეხბურთო კარიერას ეგ როგორც ფეხბურთელი ისე უნდა შეაფასო ჯერჯერობით როგორც მინიმუმ რა. სანამ ახაცი მერი არ გახდება, იქამდე არ უნდა ილაპარაკო იმაზე, რომ აი შენ ვიღაცას გვერდში არ უდგახარ და რაღაცები რა. მე ეგრე მგონია ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის თავის კარიერას, თავის ოჯახზე და რაღაცებზე ფიქრობს და ეხა აი ვერ გამოვა და მთავრობას ვერ დაუპირისპირდება ალბათ. ხო, იმიტომ რომ თავისი ის აქვს რა. ან შეიძლება ვაფშე არც უნდა რომ დაუპირისპირდეს, კაცო. ჩვენ გვაქვს მიუღებლობა. იმენა მიუღებლობა გვჭირს რა. ვიღაცას ის რომ მოწონს
გიждებით რომ აი მე რო არ მომწონს შე როგორ მოგწონს მაგარი შესწრელი გვაქვს ეგეც მაგარი შესწრელი გვაქვს მაგაზე პოლიტიკაზე მე ხო ზოგადად არ მევასწავლე ლაპარაკი მაგრამ საბოლოო ჯამში ფაქტი ისაა რომ აი არ ვიცი რა არის ფაქტი ისაა რომ ამ რეალობაში ვართ ამ რეალობაში რო ვართ არის ყველაზე მეტად ოპოზიციის დამსახურება და აი ტიპი რო იმ დღეს იქ შევარდა რო წვავდა რაღაცებს რა წვავს ჩემი რა დაწვა თრალი დავიდა ცეცხლი მოუკიდო უნდა რაღაცას აი ეგეთი ოპოზიცია რო გავს ვის უნდა მოუგო აი ვის უნდა მოუგო მე ეგრე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში მგონია რა ვიცი რაღაცა ალბათ გვეშველება უდესმე მაგრამ იავი აი ესენი რომ შეიცვალოს წეს უარესი საშუალები ვიქნებით მე ეგრე ვხედავ ყოველ შემთხვევაში და მე ახლა ამას რო ვიძახი ხო ვიღაცები შემომივარდებიან ბიჭო და კიდე მე დამაჯვავენ და რა ვიცი მე ვერ ვხვდები მე მომწონს მის მე-12 სართულის ბიჭები აი ეგენი ლაპარაკობენ საქმეს აკეთებენ არავის არ აი ყლეობებს არ აკეთებენ არაფერს არ წვავენ არსებობენ თავისთვის და რაღაც გაკეთება უნდათ გააკეთონ ძმაო ყველაზე მეტად მიყვარს ის ხალხი ვინც საქმეს აკეთებს საქმე რო არის უნდა გააკეთოს ვიღაცა ვინც გააკეთებს ყველა დამევასება მე ეგრე ვუყურებ ვიღაცები რო არ აკეთებენ არ ვიცი უკვე 9 მთავრობა გამოვლილი კომანდა არის ზოგი პარლამენტში რატომ რაღაც ხო არიან რაღაცას აკეთებენ მეტყობა ეგენიც თო ეს ტყუილა ხო არ იქნება არ ვიცი მე რა ვიცი პატარა კაცი ვარ არ და ძალიან დიდი კაცი ვარ მაგრამ გარჩ პოლიტიკაზე აღარ ვილაპარაკობ არ მევასება იმენა ნერვები მეშლება იმაზე კი არ მეშლება ნერვები რომ აი რა ვითარებაში ვცხოვრობ არა ყველაზე მეტად ნერვები მეშლება იმაზე რომ ეს ხალხი ესე ერთმანეთს რატო ჭამენ იმის მაგერად რომ დაძდნენ და რაღაცას დაელაპარაკო მართლა ერთმანეთზე იქნება შეეცადო რომ აი მე ჩემი აზრი მაქვს შენი აზრი გაქვს არა ფანტიზმში ვარდება ორივე მხარე რამდენი მხარეცა იმდენი ფანტიკოსი ყავს 6 მხარე რო იყოს პოლიტიკაში 6 ფანტიკოსი სექტა გვეყოლება არ გვეშველება მაგ პროსტა ეგეთი ნაროდი ვართ რა ვქნა სიმართლეს თქმა უნდა და არავინ არ იძახის ვიღაცები გამოდიან მთავრობას აგინებენ ვიღაცები გამოდიან ოპოზიციას აგინებენ მე კიდევ ვიძახი რომ ხალხშია პრობლემა არც მთავრობაში არ არის პრობლემა არც ოპოზიციაში კიდევ უფრო არის ანუ მთავრობაშიც არის რაღაც პრობლემები ეხა ის კოცი დამიძახონ რაღაცა მაგრამ დამიძახონ კიდია ანუ მთავრობაშიც არის პრობლემები ოპოზიციაშიც არის პრობლემები და ყველგან არის პრობლემა უნდა იყოს იმიტომ რომ უპრობლემო რეალობა არ არსებობს და ეს პრობლემები რო არის აი ტიპებს აქვს საშუალება რომ სხვის პრობლემებზე მიგითითონ და ეს პრობლემა დაგავიწყებინონ და ვიღაცები ივიწყებენ და რა ვიცი მან ის ხალხი ხო ჭკვიანი გამოდის მაგას რო აკეთებენ ხო და რა ვინც ჭკვიანია ისაა ჭკვიანი და საბოლოო ჯამში საქციელებით წყდება ვინაა ჭკვიანი და ვინ დებილი გავჩი წავედი მე თან ბერგი მომივიდა რა და შევყევი მაგას არ მევასება მე რაბას გავუმარჯოს მე რაბა არის კაციც და ვიღაცებს კიდე ნუ შედგებით ხოლმე ფეხებით აი კვარას როგორც შედგნენ თავის დროზე რაღაცა ეს ორაზროვანი აზრი გააკეთა იმის მაგერად რომ პირიქით რაღაცა აი კაროჩე რა ხო ხვდებით რას ვიძახი იმის მაგერად რომ კვარამ რაღაცა რო თქვა ეს აქეთა ერთი მხარე ხო არის და მეორე მხარე არის ხო და აი შუაში თქვა თემა ხო დაუშვათ აქეთ ამ ტიპებმა რა კაი რაღაც თქვია და ამათ როგორ არის ძახი იმას რისი მოსმენაც ჩვენ გვინდა არ შეიძლება ეგრე თავის ცხოვრება აქვს თავისი აზრები გააჩნია რას თუნდა იმას იტყვის ნუ გაუტრაგეთ ხალხს ვინც საქართველოს სახელით სოფლიოზე გადის ისე რომ რავი გააქვს ჩვენი სახელი მაგას რომ გააქვს ჩვენი სახელი მარტო ჩვენი სახელი კი არ გააქვს მე ვიღაცას გერმანიაში რომ ჩახვალთ და ქართველი ვარო რო იტყვით და ვიღაცა რო შემოხედავს ქურდი რო ეგონებით აი მე მიხვდებით რომ საფრანგეთში ეგეთ ვითარებაში არ გაგჩითავს კვარა ანუ კვარას გამო შემოხედავენ დადებითად იტალიაშიც ეგრე არის უკვე რომ აი ყველგან დადებითად გიყურებენ ო კვარა
ხო და მაგას რო გიკეთებს ადამიანი, ხო, 3 მილიონი ადამიანს. უსასყიდლოდ გიკეთებს, ანუ მაგას ავტომატურად გიკეთებს, პროსტა კარგი როა, მაგით გიკეთებს. მაგის დაფასება უნდა ვისწავლოთ, ჩემი აზრით. ხო? მე მგონი სწორი ვარ. Явჭე. წინ მოვიტყვი. კარგად.